მთელი ამ დღეების განმავლობაში, განსაკუთრებით 15 განმავლობაში ხელისუფლება ეგრეთ წოდებული ცდილობს პროვოცირებას ათასობით ადამიანის და ახსნე ხარ რას გულისხმობ. აი მსგავსი განცხადებებით. ცდილობს პროვოცირებას, მაგრამ ვერავითარი პროვოკაციით მან საწოდელს ვერ მიაღწია. მათ უნდათ ამ დღეების განმავლობაში რეჟიმის წარმომადგენლებს ისინი წარმოჩენილი იყვნენ მსხვერპლებად. რთულია, რბილად ვთქვათ, ხო, ამის მოსმენა, გააზრება და ყოველ დღეს სიცივეში, კარში, ასობით ათასი ადამიანი სხვადასხვა ქალაქში ჯამურად იდგეს და მტკიცეთ და ურყევად აპროტესტებდეს უბრალოდ დგომით და არ წამოიგოს პროვოკაციას. მათ უნდათ, რომ ამ დღეების განმავლობაში ქართული ოცნებას, ეგრეთ წოდებული ხელისუფლებას წარმოჩენილიყო მსხვერპლად, რომ მათ ქონოდათ გამართლება მერე, რომ აი ესე აბსოლუტურად უაპელაციოდ სახლებში კი არა ტელევიზიებში, პარტიულ ოფისებში შევარდნე, რომ ჩაეხშოთ წარმოუდგენელი სისასტიკით ეს პროტესტი. ეს მათ ვერ მოახერხეს. და დარწმუნებული ვარ, ეს გეგმა მათ ექნებოდა. ეს გეგმა მათ ექნებოდა, ისინი ოცნებოდნენ. ესენი ოცნებოდნენ და მე მართლა როგორც მოქალაქე მადლობას ვეტყოდი ყველა ადამიანს, უცნობ, ნაცნობს, ხოლმე ბევრი უცნობია, ძალიან ბევრი ნაცნობია, მათ შორის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც არ წამოიგნენ ამ პროვოკაციას. წარმოიდგინეთ, რამდენად დიდი ოცნება ჰქონდა, ეხლა იმ დინარაძესაც, ყობახიძესაც, რომ დასრულებულიყო აი ეს 15 დღის პერიპეტიები მსხვერპლით მათ რიგებში. რომ მე უბრალოდ ყოველგვარი ორდერის, ყოველგვარი ასე თქვა რაღაცა კანონთან ოდნავ ახლოს ჩავლით მაინც რაღაცა პროცედურები მათ მოეყვანათ მოქმედებაში. პირველი სადაც შემოვარდებოდა იქნება ტელევიზიები, ოჯახები, ისედაც არ დაუკვლიათ, მაგრამ მაინც ეს იქნება მასობრივი. რომ 100 კაცი ზარდამდგარიყო, მაგრამ ალღუაუღო ქართულმა საზოგადოებამ, თავისუფალმა საზოგადოებამ მათ მე ასე ვფიქრობ, მე ამაში დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ვფიქრობ, არა მარტო ანალიზია, გარკვეული ინფორმაციაც არის, ხო? რას იმედოვნებდა, რაზე აყარებდა იმედებს ივანიშვილი. 100 კაციც კი ქონდათ იმედი, არ დადგებოდა ამის შემდეგ რუსთაველის გამზირზე. მაგრამ ადამიანებმა მართლა გამოვიჩინეს წარმოუდგენელი ადაპტაციის უნარი და არავინ არ წუწუნებს იმასთან დაკავშირებით თუ რა ეფექტი შეიძლება კონდეს მათ აი ესეთ მართალია ურყევ დგრად მაგრამ დამღლელ ბრძოლას ყოველდღე დგომას რუსთაველის გამზირზე. ადრე წლების წინ ძალიან ბევრი ადამიანი შეგეკითხებოდა რომ კი ბატონო ერთხელ გამოვიდი, ორჯერ გამოვიდი, სამჯერ გამოვიდი, მაგრამ როდემდე არავინ ამას არ კითხულობს. აი აქ გაუჭირდა ყველაზე მეტად რეჟიმს. ვინაიდან თავისუფალი ადამიანი მისთვის არის ყველაზე დიდი საფრთხე. არავინ არ ელოდა იმას რაც ხდება. საქართველოში ეს არასოდეს არ მომხდარა. 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებითაც ბევრს უსაუბრია, მაშინაც კი არ ხდებოდა მასობრივი ეროვნული პროტესტია. ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები თავს იღებდა. პოლიტიკოსების ადგილი სად არის ამ პროტესტში? მე ბევრჯერ მსმენია, რომ ამ პროტესტის მონაწილეები, რომლებიც ეს არის რა თქმა უნდა პირველ რიგში და რა თქმა უნდა ხელისუფლების წინააღმდეგ, მისი ბოლო გადაწყვეტილების წინააღმდეგ, არა მხოლოდ ბოლო გადაწყვეტილების შემდეგ, აი ეს სისასტიკემ კიდევ უამრავი გაფრაზებული ადამიანი გაიყვანა ქუჩაში, მაგრამ ამას აი თქვენ პოლიტიკურ რესურსს ხედავთ თუ არა იქით, რომ არც ოპოზიციის მიმართ ისინი არ არიან რაღაცა არ ჩანს დიდი ლოიალობა მათი მხრიდან. კრიტიკა მოგვისმენია მაგალითად. ერთობლივი, არასოდეს არ ყოფილა ასეთი ერთობლივი, ერთსულოვანი პროტესტი, ხო? რომელსაც ახლა ჩვენ ვადევნებთ და ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ სანამ ცვლილებები არ დადგება, მანამ სანამ ქვეყანაში არ ჩატარდება ახალი არჩევნები იმ ფორმატში, რომელიც მისაღები იქნება პირველ რიგში დემონსტრანტებისთვის, ანუ ასობით ათასი და რატო არა მილიონზე მეტი ქართველისთვის და საქართველოს მოქალაქისთვის. სად არიან პოლიტიკური პარტიები და ძალიან სწორად იქცევია მე რომ გითხოთ. აი ვახსენე ზემოთ, რომ ნომერი 1 ამოცანა, რომელიც ქონდა ქართულ ოცნებას, წამოგებულიყო ძალიან ბევრი მათ შორის პოლიტიკური პარტია მათ პროვოკაციებს. და სულ სხვაგვარად წარიმართებოდა მათ სასარგებლოდ ეს პროტესტი და ეს 15 დღე ნამდვილად ვერ გაგრძელდებოდა ეს პროტესტი. მათ რა ქონდათ გეგმაში, ხო? წემე, აწამე, შემოვარტყი, დაიჭირე 1 დღე, 3 დღე, 4 დღე, 5 დღე, მუხტი ჩაკვდება.
ძალიან ბევრი ადამიანი თქვენს გადაცემებშიც და არა მარტო რუსთაველის გამზირიდანაც, ოდესაც ვერთებოდით ახლაც და თვეების განმავლობაში ხშირად ჩვენ საუბრობდით, რომ რამდენი ადამიანი შეიძლება დაიჭიროს ივანიშვილმა, რამდენი 100, 200, 300, 400, 700, 1000 და რა. 400 დაიჭირა. დიახ, ხო, ეს ყველაფერი მათვისაც ყურადსაღები იყო. და მიხვდნენ რომ საზოგადოება ამისთვისაც მზად არის, ვინაიდან ძალიან ძვირფას, ანუ ქართულ იდენტობას შეეხო, თავისუფლება შეეხო და დაჭერის რომ ხალხს არ ეშინია, ეს ძალიან მალევე დადასტურდა და მიიღეს გადაწყვეტილება, მოდი დაჭერილი ადამიანები ვაწამოთ. იქნება წამება და ცემა ტყეპა მომოწყალო, ეს არ იყო უბრალოდ ცემა ტყეპა, ხო ეს იყო წამება და ადამიანის უფლებების დარღვევა არ იყო, ეს იყო წამება. ჩვენ როდესაც უმძიმესი ისტორიებს ყვებიან ეს იყო წამება და ყველაზე კარგად ვახტანგ კაპანაძე გენერალი გადამდგარი წერს რომ აი ომსაც კი თავისი კანონები აქვს და დაკავებული ტყვეც კი არ შეიძლება ეს შემთხვევით არ მოხდარა დიანა, შემთხვევით არ მოხდარა, დიახ, მათ ვიმეორებ, ჰქონდათ იმედი, რომ 3-4-5 დღე წავართ ხამთ ვცემთ და მოხდი ჩაკვდება. მე-6 მე-7 დღეს დეკემბრის თვეში საქართველოს ატიპიურად იქცევა ეხა ქართველიერი, ხო, პირდაპირ თქვა, ხო? მისთვის არა დამახასიათებლად იქცევა. ამას ვერავინ ვერ წარმოიდგენდა. მათ შორის დემონსტრანტების დიდი ნაწილი ვერ წარმოიდგენდა. წვეტობათან მიმდევრულობა. რა თქმა უნდა, ვინაიდან ეხა ხშირად ავლებენ პარალელს, მაგალითად, ბევრი ადამიანი არის ეთერში მომისმენია მე რომ ბელორუსიაში მიმდინარე პროტესტებთან დაკავშირებით, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. აბსოლუტურად მე არ შევადარებ, ვინაიდან დიდი პატივისცემა მათ, როგორც ერს, დიდი პატივისცემა მათ, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს, მოქალაქეებს, რომლებიც ახლა ჩახშობილები არიან, მაგრამ მათი იდენტობა თავისუფლება არ ყოფილა არასოდეს. მათი იდენტობა თავისუფლებისთვის ბრძოლა არასოდეს არ ყოფილა. ქართველი ადამიანისთვის, საქართველოს მოქალაქისთვის იდენტობა პირველ რიგში თავისუფლება და თავისუფლებისთვის ბრძოლა. ჩვენ ვიცით თავისუფლების გემო, მართალია მრავალი წლის განმავლობაში არა, მაგრამ ვიცით, ჩვენ იდენტობად ქცეულია. ამიტომ, როდესაც ჩვენ ქართველს ართმევ, არა, დიანა, თავის იდენტობას, როდესაც ართმევ, მოპოვებული უკვე, ჩაშენებული გაქვს შენ სულში, გულში, შენ იდენტობა. რეაქცია აღმოჩნდა ისეთი, როგორიც აღმოჩნდა. და რა ხდება? ერთად ხდება.